აი რეალობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, პატარა ბავშვები, მათი მშობლები იძულებულნი არიან ჩაწერონ ვიდეოები და მიმართონ ხალხს, რომელიც ქვეყანას მართავს, მიეცით ბავშვებს წამალი და სრული დუმილი არავის ესმის მათი ხმა. მე მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ დღეს თქვენთან ერთად. მოგესალმებით ქალბატონო და მე ვსაუბრობ ჩვენს მაყურებელს მადლობა შესაძლებლობისათვის და ვირთდები ამ მოთხოვნას მიეცით ბავშვებს წამალი, იმიტომ რომ ხმა არ მესმის მომის თუ შეიძლება მომეცით ხმა დიდი ბოდიში უკაცრავად თაზო გესმით ჩემი ხმა ისმის? კი, დიახ ხო, მოგესალმებით, მე ვსალმები ჩვენს მაყურებელს და მიეცით ბავშვებს წამალი. ჩვენ ახლა გავიგეთ თურმე აი თავარი პროპაგანდისტური ხაზი, რომელიც მოამზადეს ქალბატონო ინგა აბასთუმანთან დაკავშირებით, ეს იყო ის, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის რაღაცა სადამ ხუსეინისეული ახირება კი არ არის ცის გადაკვეთკეტვა თავისი სახლის თავზე, არამედ ეს არის მეცნიერების თხოვნა, რომ მათ სამეცნიერო საქმიანობისთვის აბასთუმნის ობსერვატორიის თავზეცაა გაეწმინდა და თურმე ეს არის ხელისუფლება, რომელიც თხოვნებს ასრულებს. ხო და ეხლა მოგმართავთ პირდაპირ. თქვენი კანცელარიის წინ დგარან უკვე თვეზე მეტია, რამდენი თვეა ბავშვები თავის მშობლებთან ერთად და გთხოვენ წამალს, რომ გადარჩნენ, რომ რამოდენიმე წელიწადში არ დამთავრდეს ლეტალური შედეგით. იმიტომ რომ ამ დაავადების მთავარი პრობლემა ეს არის. ძალიან პატარა ასაკში ამთავრებენ სიცოცხლეს. ერთი ბავშვი უკვე შეიწირა ამ პროცესმა და ამ დაავადებამ. როდესაც არსებობს წამალი და ამ წამალს უნდა ყიდვა და ამას გთხოვენ გთხოვენ, ყველა ფორმით მოგთხოვეს, მაგრამ მათ არ უსრულებთ თხოვნებს. ვიღაცა გაურკვეველ არარაობებს, რომლებიც ოპტიმას გთხოვენ, რა თქმა უნდა, ვარსკვლავებს შეხედონ, იმათ უსრულებთ თხოვნებს თურმე. არავის თხოვნებს თქვენ არ ასრულებთ. იმიტომ რომ არარაობები ხართ, იმიტომ რომ სული არა გაქვთ უბრალოდ, იმიტომ რომ აი ამ რაღაც 14 წლიანმა თავგასულობამ დაგცალათ მთლიანად ადამიანობიდან. და აი ეს მონსტრები, რომლებიც დილით ელოდებიან მესიჯს, ვიღაცა ერთი და რამოდენიმე მონსტრის, რომელიც ამ მესიჯებს წერს და შემდეგ დანარჩენი მონსტრები, რომლებიც უბრალოდ ადამიანებს გვანან, ადამიანების გამომეტყველება აქვთ, მაგრამ არიან ცხოველები და არაფერი არ ესმით. აი ეს არ ესმით. დაავადების ამბავი არ ესმით. ამ ცხოველების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, აი ეს პირუტყვი იმაში რო უზით, ნავში რო უზით და გუში ამოვარდა საცულებიდან, რომ მდიდრები და ღარიბები არსებობენ და თურმე ბავშვებიც იხოსებიან და ბავშვები ჩიმშილობენ, ეგ ყველგან ხდებაო. ეს არის გამოსავალი, აი ამ პირუტყვის გამოსავალი ეგ არის, რომ თურმე ყველგან ხდება ეს. ყველგან ხდება და ამიტომ მოსულა. და გთხოვენ, როგორც ობსერვატორიის მეცნიერებმა გთხოვეს, რომ ცა გადაუკეტოთ და მილიონები დაკარგოს საქართველოს სახელმწიფომ, იმითი რომ ის გზა გადავა სხვაგან, ძალიან მალე მეზობელ სომხეთში დიდი ალბათობით. აი ეს ბავშვები და მათი მშობლები გთხოვენ სიცოცხლის გადარჩენას. გთხოვენ იმას, რაც შეგწევთ ძალად. ნოდრმა თქვა, არაფერი არ ჯდება ისეთი, რასაც ვერ დაიკლებენ. არაფერი არ ჯდება ისეთი, როგორიც არის მაგალითად 1,800,000 შესყიდული ისა, რა ქვია, სუფრები. 1,800,000 სუფრებში აქვს დახარჯული ბოლო რამოდენიმე თვეში. 35 მილიონი მანქანების შესყიდვაში აქვს დახარჯული. მართლა ხალხო, ხო არსებობს რაღაცა ზღვარი, რომლის მიღმათაც ჩვენ არ ვართ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, რომლის მიღმაც რაღაცა უსამშობლოებად, სამშობლოიანებად, ქოცებად, ლელოელებად, ნაცებად არ იყოფა ეს ქვეყანა. აი ეს ზღვარი სადღაც ხო არსებობს, სადაც ყველანი ვართ ადამიანები უბრალოდ, რომლებსაც ყავს შვილები, რომლებსაც ყავს დები და ძმები, მშობლები და ვიცით რა არის ეს სიმწარე. და აი ამას როგორ ვაკეთებთ უბრალოდ? ამას აი ესე ცინიკურად როგორ იღებთ? ამის წინააღმდეგ როგორ იყენებთ აი იმ ბინძურ კანონებს, რომელიც ბოლო 1 წლის მანძილზე მიიღეთ და უფლებას არ აძლევთ, რომ პროტესტის სრულფასოვნად გამოთქვათ. არაფერს აღარ ვამბობ უკვე ასრულებაზე იმ მოთხოვნის, რაც ამ მშობლებს აქვთ. არამედ პროტესტის უფლებას აღარ აძლევს. სხვათა შორის სიტუაცია ისეთი შეიქმნა, თაზო, იმ დღეს სტუმრად მყავდა ერთ-ერთი, არა, მე მესმის ემოციის გარეშე ძალიან რთულია ამ რეალობაზე საუბარი, როცა ბავშვების წამალს ეხება საქმე. ერთ-ერთი მშობელი მყავდა იმ დღეს სტუმრად და ის ამბობდა, ის თავად არის ჩართული საპროტესტო აქციებში და მეო საგანგებოდ არ მივედიო ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე, იმიტომ რომ კახაწიქარიშვილზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ვინმეს არ დავედანაშაულებინე პოლიტიკური ინტერესში და რომ იქ რაღაცა პოლიტიკურად ვაპროტესტებდი, ანუ შვილი ყავს და
დაავადებული ამ უმძიმესი დიაგნოზის მქონე შვილი ყავს და კაცი ყვება რომ იმიტომ რომ მე საპროტესტო აქციებში ვარ ჩართული, აი ამიტომ არ მივედიო. ასევე ჩვენ ნახეთ იგივე მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ამბობდა რომ მე ბოლომდე ვიყავი ქართული ოცნების მხარდამჭერი, მჯეროდა მათი ხმას ვაძლევდი, მაგრამ აი ეხლა ვეხვეწები ირაკლი კობახიძეს შეხვედრას და პოლიცია ჩაგვიყენა წინო. ანუ აი ესეთი რეალობაა რა. ერთის მხრივ მშობელი ამბობს რომ მისი პოლიტიკური პოზიციის გამო არ მივიდა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და მეორეს მხრივ მშობელი რომელიც ამბობს რომ მე თქვენიანი ვიყავი ქართულ ოცნებავ, მაგრამ შენ მე ჩამიყენე პოლიცია და არ გესმის. არ ვიცი რა შეფასება ამას სჭირდება. თან რამდენიმე რასრულ რაღაც 2-3 წლის წინანდელი გვახსოვს იგივე ხდებოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, ხო? როგორ უნდა გააგებინონ ეს ხმა ამ ხალხს, არ ვიცი. მე ქალბატონი არ მინდა ეხლა რაღაცა ამ თემას, უბრალოდ ამას ვამბობდი რამოდენიმე თვის წინ, როდესაც კანონი მიიღეს, რომელთაც უზღუდავდნენ უფლებას ფაქტიურად შეზღუდეს სრულად კონსტიტუციური უფლება გამოხატვის თავისუფლების ამ ქვეყანაში. მაშინ ვამბობდი აქონდროპლაზიის აქციებს მაგალითი მომყავდა, რომ შეიძლება ორგანულად გეზიზღებოდეთ ის პროტესტი, რომელსაც ახლა ჩვენ ვართ დაკავებული და რომლის 500 დღეა უამრავი ამ ქვეყნის მოქალაქე დგას და რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს. შეიძლება ეს გეზიზღებოდეს, მაგრამ მოვა მომენტი ამ ქვეყანაში ძალიან მალე, როდესაც აი აქონდროპლაზიის მსგავსად ადამიანებს საკუთარი შვილების დაცვა მოუწევთ. მართლა ვამბობდი ამას და მოხდება ესეთი რაღაც და იქაც იგივეს გააკეთებენ და იქაც იგივეს გამოიყენებენ. კახა ახსენეთ და თქვენ არ გესწავლებათ ჩვენგან კახა არის მე ვისაც ვიცნობ ერთ-ერთი გამორჩეულად პატიოსანი ადამიანი ამ ქვეყანაში. და იცით ტრაგიკული რა არის ამ ყველაფერში? კახა მართალია. მისი ყოფნა აი ამ რაღაც სოციალურ შლამს, რომელსაც იმას ეძახიან, არ ვიცი, ტროლებს, ბოტებს, რაც უნდა დავუძახოთ, იმის უკან ხო ადამიანები არიან. შეიძლება 10 აკაუნტს მართავდა 50 Facebook-ზე, მაგრამ ერთი ხო არის იქ ვიღაც ადამიანი, რომელიც იმალება ვიღაცის იდენტობის უკან ცალსახად, მაგრამ ისიც ხო ადამიანია, homo sapiens-ია. ხო ჩვენნაირად ცოცხლობს, ჩვენნაირად დაიბადა, ჩვენნაირად მოკვდება. აი ეს არსებები არიან ამაზე წამსვლელები. არიან ცალსახად ამაზე წამსვლელები, რომ კახა წიქარიშვილის იქ დანახვის შემთხვევაში Facebook-ზე გააჩაღონა ეს რაღაცა ღვარძლის მდინარეები, რომ აი ნაცები, აი პოლიტიკოსები, აი ამიტომ აკეთებენ ბავშვებს იყენებენ. ამაზე წამსვლელები არიან. წასულან ასეთ რაღაცებზე, ასეთ რაღაცები გაუკეთებიათ. ეს ის ხალხია, რომელსაც ხალხო ერთთვის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალება გამოიყენა პოლიტიკური მიზნით და გადააქცია რაღაცა პარტიულ ცდელობა ქონდა, გადააქცია პარტიულ ღონისძიება და შეეფუთა როგორც თავისი პარტიული ღონისძიება. ესენი არიან სოციალური პარაზიტები, ქვევრწარმავლები, რომლებიც ყველაფერზე როგორც ჩვეულებრივი პარაზიტი ქვევრწარმავალი იქცევა, ისე იქცევიან ყველაფერზე. ოღონდ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ ქსოვილზე, სულიერებაზე, რა ვიცი, ინტელექტზე, ადამიანებზე, ამაში ვცხოვრობთ. ეს არის რეალობა. მე ვერ გეტყვით რა შეიძლება იყოს გამოსავალი, როდესაც ყრუ კედელს ელაპარაკები. როდესაც ელაპარაკები ადამიანებს, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ პოლიციის როც ბავშვების ჩვეულებაზე რა დღირს მინისტრის პოსტი. აი, სულ მაინტერესებს, ხო, რაღაც მეც პოლიტიკოსი ვარ. ან პოლიციელის ფორმა რა დღირს, რომელიც გავალდებულებს თურმე რო შეასრულო ეგ ბრძანება და პოლიციელი რო ხარ, აი ამ მშობელს უდგეხარ წინ, იმიტომ რომ ხმამ არ შეაწუხოს თუ რა ვიცი მე მათმა შეძახილმა, ან არ შევიდეს რომელიმე მშობელი კანცელარიაში. სხვა შორის თაზო, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი ძვირი ღირს წამალი, თქვენ მაგალითად რომ იყოთ, საიდან მოიტანდით ამ ფულს? გეტყოდათ აუცილებლად უბრალოდ დებატები აღარ არსებობს ამ ქვეყანაში და დისკუსიის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. მოდით ვუთხრათ, საიდან შეუძლიათ, როდესაც ძვირი ღირს ბავშვების სიცოცხლისთვის აუცილებელი წამალი, რომ იშოვონა მის ფული. მოგახსენებთ 45 მილიონი ლარი უჯდება საქართველოს ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ქალბატონო ინგა, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა, იმიტომ რომ ერთი უნიჭო პიანისტი, რომელიც ისეთივე უნიჭო პოლიტიკოსია, ქალბატონი ბოლქვაძე, დაესაქმებინა ცადმე. აი ეს რაღაცა უნიჭობის კორიფე, დაესაქმებინა ცადმე, აი ამ არარაობას შეუქმნეს სამინისტრო. 43 მილიონი ლარი ჯდება ამ სამინისტროს შენახვა ყოველწლიურად. ერთ-ერთმა დეპუტატმა სხვა შორის ოპოზიციიდან იქ
მიკითხა უზენაეს საბჭოში თუ არ ვწდები, ამას წინათ იყო აი უახლოეს დღეების ამბავია, რისთვის რატო არსებობს ეს სამინისტრო და უპასუხა რომ 100 მილიონიანი გრანტი მოვიპოვეთ. აი 45 მილიონს აი ერთ დღეში გავაკრობდი. აი ყველა იმ უსაქმურს, რომელიც იქ არის დასაქმებული, ერთ დღეში გავუშვებდი. 35 მილიონი ლარის მანქანები შეისყიდეს ქალბატონო ინგა უკანასკნელ დღეებში. 35 მილიონი ლარის მანქანებს არ შევისყიდით. 2 თვის წინ არ იცოდნენ, აი ეს შესყიდვა რო გააკეთეთ. 2 თვის წინ არ იცოდნენ, რომ ამ ბავშვებს პრობლემა ჰქონდათ. აი ამ შესყიდვას არ გავაკეთებდი. მთავრობა ხო ამისთვის არსებობს. სარეზერვო ფონდი აქვს ამ ქვეყანას, ყველაფერს რო თავი დავარნებოთ. მთავრობის სარეზერვო ფონდი, საიდანაც დავხარჯავდი ამ ფულს და არ დავხარჯავდი ფულს იმაში, რომ კასპში ანრი ჯოხაძის კონცერტი ჩატარებული იყოს. ამოვიჩემე, რამოდენიმეჯერ ვახსენე, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. ცხოვრებაში არ მომისმენია რას მღერის ის კაცი. მაგრამ ხო ვიცით რაც არის, ხო? ხო ვიცით რატო აძლევენ ამის ფულს. ან ნებისმიერი სხვა ამის ადგილას ეს რაღაცა გაურკვეველი კარის მუსიკოსები. აი ამათ კონცერტებს არ დავაფინანსებდი, მათ ხელფასებს არ დავაფინანსებდი და ბავშვებს სიცოცხლის გადავარჩენდი. როგორ საერთოდ როგორ გადაგდით ლუკმა პირში? აი ელისო ბოლქვაძისნაირ ხალხს მინდა უთხრა, რომ აი ამაყათი გექიდნურად პასუხობდა, რომ არ იცით კულტურის სამინისტრო, ზუსტად ვიცით კულტურის სამინისტრო რისთვის გვჭირდება, მაგრამ თქვენ რო არარაობა ხარ და წარიელი ადგილი ხარ და არაფერში რო არჭირდებით ამ ქვეყანას, აი ეგ დანამდვილებით ვიცით. როგორ ძინავს ის ლუკმა, როგორ გადადის, რო იცის, რომ თვითონ აი ამ უაზრობას, ამ მარაზმს იფინანსებს. ან ნებისმიერი ესეთი ორგანიზაცია და ბავშვები შეიძლება შეეწირონ ამ ამბავს. ბავშვები, პატარა ბავშვები შეეძინოს. დღეს ვნახე ახალგაზრდა ბიჭის 21 წლის ბიჭის ვიდეო მიმართვა, რომელიც ამ დაავადებით არის დაავადებული. რომელიც ამბობდა, ეხვეწებოდა მინისტრს, რომ ეს არ გააკეთოთ, ის ცხოვრება არ გაატაროთ ამ ბავშვებს, რომელიც აქამდე მე გავიარე, 21 წლის ბიჭია. ეს ცხოვრება არ გაატაროთ ამ ბავშვებსო ითხოვდა. და მე ვეუბნები მიშას არჯველაძეს, რომელმაც ამ ქალაქში უნდა იცხოვროს მერე. აი აქ უნდა ეგდოს მთელი თავის ცხოვრება. ვერსად ვერ წავა დამიჯერეთ. ვერ გაცდება საბურთალოს. აქ ეგდება მთელი თავისი ცხოვრება. აი ვეუბნები როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაში. რად გიღირს ეგ პოსტი? რა გავაკეთებო, რა სიტყვი? რა სიტყვი მაქენა რომ წაეტრევი და მაქენა წაეტრევი აუცილებლად. მერე რა სიტყვი? რა სიტყვი ამ ხალხს? რომ აი რა გავაკეთებო? ბავშვების სიცოცხლე გავწირეო? ერთი ბავშვი უკვე გარდაიცვალა. და შენ კისერზე იყოს ეგ. და ეხლა რა სიტყვი რომ გამოყო, აი ეს არის ჩემი პლუსიო, რომ ბავშვების სიცოცხლე არ გადავარჩიო, თუ რა სიტყვიც მაინტერესებს. სხვათა შორის ბავშვების წამალზე როცა ვსაუბრობთ ამ დროს კონცერტებზე საუბარი რამდენად ადეკვატური არ ვიცი, თქვენ ანრი ჯოხაძე ახსენეთ, ანრი არაჩვეულებრივი მომღერალია ჩემი აზრით და არა სხვა რამე უნდა ვთქვა, დავასრულო და ადამიანებს თქო ამ ქვეყანაში ალბათ კონცერტის მოსმენაც უნდა და ანრი ჯოხაძის მოსმენაც, მაგრამ აქ პრიორიტეტებზე არის საუბარი. აქ პრიორიტეტი რა უნდა იყოს სახელმწიფოსი, იმაზე არის საუბარი, ისევე როგორც სასკოლო ფორმებზე გველაპარაკებიან და სკოლაში მშიერი ბავშვები არიან, გაკვეთილიდან გაკვეთილამდე პურს ვერ ჭამენ და ამ დროს სასკოლო ფორმებზე გველაპარაკებიან, ისევე როგორც თეატრს სჭირდება განათება, მაგრამ როცა პრიორიტეტებზე არის საუბარი 800,000-ზე მეც არ უნდა ვიხდიდეთ მაინც და მაინც აი ამ მოცემულობაში, ისევე როგორც წეღან ნოდარმაც ახსენა პოლიციის ერთდღიანი ზეიმის აღნიშვნისთვის 1,900,000 თუ 1,500,000. აი ამ პრიორიტეტებზე არის საუბარი, რა საკვირველია და უნდა იყოს განსაზღვრული და პლუს ამისა, როცა ჩვენ ვიგებთ აზო ყოველ მეორე კვირას ხან საბავშვო ბაღების ასაშენებლად საჭირო ფული შეჭამეს, ხან სოციალურად დაუცველების საჭმლის ფული, მინისტრი აგერ ციხეში უზით ჯარისკაცების ფული და მერე იქ ჩინოვნიკებს თუ ვიღაც კომპანიების წარმომადგენლებს გირაოს ახდევინებენ და გარეთ უშვებენ და ამ დროს ჩვენ სახეზე ყავს უდანაშაულო უამრავი პატიმარი. აი ამ რაღაც არანორმალურ რეალობაზეა რა აქ საუბარი. ამუბრუნე გამრუდებული სარკეების ქვეყანა არის. საერთოდ შეხედეთ რაღაცეები არის, რასაც შეიძლება პოლიტიკური ნიშნით იყოფოდეს და შემდეგ, მაგრამ უკვე როდესაც მთელი აი ამაში არიან, აი ამ სპირალში არიან, ეს თქვენ ჩემგან ნამდვილად არ გესწავლებათ, ამდენ წელია ჩემზე ბევრად უკვე გესმით, რას ნიშნავს კომუნიკაციები, რას ნიშნავს აი კომუნიკაციის ფორმები. როდესაც შენ წამლავ მთელ შენ სისტემას პროპაგანდით, ანუ იქ მერე აი ეს ხაზი იშლება, ყველაფერზე ტყუილის ლაპარაკი გიწევს. მერე როდესაც შენ ქმნი კორუფციულ სისტემას და ხა კორუფციასთან ბრძოლას
არავინ არ დაიჯერებს, იმიტომ რომ ქართული ოცნების მოდელი არის კორუფციული და აი ეს ყველაფერი ხო გამოჩნდა ხო რაღაც სუსის უფროსი იქნება ერთი მინისტრი, მეორე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ყველა ამაში იყვნენ გასულები. აქაც ანდრი ჯოხაძესთან ამით საწინააღმდეგო კი არა, მაგ ადამიანები არიან, ვისაც ამ ქვეყანაში ის ამ კაცის მოსმენა მოსწონს. მე ვამბობ, რომ სარეზერვო ფონდზე ვლაპარაკობ. სარეზერვო ფონდი, რომელიც ისე რა ქვია, სტიქიური უბედურებებზე არის გათვლილი, ფორს მაჟორებზე, განსაკუთრებულ შემთხვევებზე, იმისთვის, რომ სწრაფად, ეფექტურად საპარლამენტო კონტროლის ან სხვა მექანიზმების გარეშე დაიხარჯოს სახელმწიფო ფული. რომ სახელმწიფო მოქნილად დახარჯოს ეს ფული და არ სჭირდებოდეს ის პროცედურების გავლა ბიუროკრატიის, რაც სტანდარტული წესით სჭირდება ხოლმე ბიუჯეტის ხარჯვას და რაც სწორია. ეს არის მიზნობრიობა, მაგრამ აქ ხო რატო ხარჯავს ამ ფულს, ხო? რატო გახარჯა სარეზერვო ფონდიდან? იმიტომ რომ იქ კორუფცია არის შესაძლებელი. რატომ დახარჯა 1.5 მილიონი თუ მეტი 1.5 მილიონი ლარზე პოლიციის დღეზე პირდაპირ შესყიდვის წესით? იმიტომ რომ იქ კორუფცია შეიძლება. იქ შეიძლება მოარგო და პირდაპირ ამოარჩიო კულტურის მინისტრის რომელიღაცა მეგობრის კომპანია და იმას მიце ეს ფული. აღარ დავკონკრეტდები ვიზია ლაპარაკი. კონკრეტულ კომპანიას მოარგო, იმას მიце ეს ფული. თორე რა, არავინ არ იცის რამე ის არის, რა თვარის კალენდარზეა მორგებული პოლიციის დღე, ან ცვალებადია, მოძრაობს? ხო ერთი დღეა, ხო? ერთ დღეს არის პოლიციის დღე ამ ქვეყანაში. რა თუნდა ამას პირდაპირ შესყიდვა? ხო შეიძლება ბიუჯეტში წინასწარ დაგეგმო და ტენდერი ჩაატარო 9 წლით ადრე ამ დღისთვის. მაგრამ არა, კორუფცია არის აქ მთავარი. მთავარი არის კორუფცია. მთავარი არის ვიღაცამ ფული ჭამოს და ჭირსაც წაუღია ყველაფერი დანარჩენი. ხო ეხლა ნოდარის ანონსს უყურებდი, ნოდარ მელაძის შაბათის და იქ იყო ლაპარაკი, ხო, აგერ ერთ-ერთი ბოლო ამბავი სოციალური დაუცველების სასადილო, უფასო სასადილოები და იქ იპარავენ ფულს 3 მილიონი იქიდან მოიპარეს. ანუ ადამიანებს რომელსაც ისე უჭირთ, რომ აი ამ სიღარიბის სპირალში არიან, რომ აი ასე ცხოვრობენ, რომ შეათ და უწევთ უფასო სასადილოში შეარული იქიდან გამოყვება, იმ ადამიანებს ფული მოპარეს ხალხო. ბაგა-ბაღის მოსწავლობებს, აღსაზრდელებს ფული მოპარეს. ანუ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს რაც უნდა მოხმარებოდათ, ფული მოპარეს. ანუ შეხედეთ, უფასო სასადილოებში ფული მოიპარეს, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ფული მოპარეს, ჯარში ფული მოიპარეს. მერე ტიპი, რომელიც ჯარს აჭმევდა, გაფუჭებულ საჭმელს ხალბატონო ინგა, ეხა გირაოთი გამოუშვეს. ანუ კაცი დაიჭირეს დანაშაულისთვის, რომელიც არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კვებავდა კვებისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის უვარგისი პროდუქციით. ეს არის სამშობლოს ღალატთან გათანაბრებული დანაშაული ბევრ ქვეყანაში. სამშობლოს ღალატია, დივერსია, შეიარაღებული ძალების მოწამვლა. და აი ეს კაცი, აი ეს ვიღაც არარაობა, რომელიც წესით უნდა ლპებოდეს ყველაზე მკაცრ ციხეში, ეს გამოუშვეს გირაოთი. და მოგონილი ბრალდებით ალეკო ელისაშვილი ზის, იმაში რა ქვია, ტერორიზმის მოგონილი ბრალდებით ზის ყველაზე მკაცრ ციხეში საქართველოს და შვილებს არ აღნახებენ. ლევან ხაბეიშვილი ზის, იმიტომ რომ ტელევიზორში რაღაც თქვა, პოლიტიკოსმა ქალბატონო ინგა ტელევიზორში რაღაც თქვა და ამის გამო ზის აგრეთვე ყველაზე მკაცრი წესი და შვილებს არ ანახებენ. აი ამაში ვცხოვრობთ. მზია ამაღლობელი ზის ვიღაცის ხელის სახეს სილის გაწმისთვის, ქალის მიერ მამაკაცისადმი სილის გაწმისთვის, რომელიც ამას იმსახურებდა თან. ამის გამო ზის ციხეში. მაგრამ ის კაცი გირაოთი გამოუშვეს. საპროცესო შეთანხმება დაუდეს ministris მოადგილეებს, რომელიც აი ახლა რო ჩამოვთვალე ამ კორუფციულ დანაშაულებებში იყვნენ გასვლილი, ეს ადამიანები გამოუშვეს გირაოთი ან საპროცესო შეთანხმებით, იმიტომ რომ სხვები დააბეზღეს. პრემიერ-მინისტრის ციხეში, უშიშროების სამსახურის უფროსის, უშიშროების სუსის უფროსის ციხეში, კორუფციის ბრალდებით აგრეთვე. იმიტომ რომ პარალელურად თურმე რომ ეს კაცი იცავდა ამ ქვეყანას იმისგან, საერთაშორისო მასონური კონსპირაციებისგან და იმებისგან, რა ქვია, გლობალური ომის პარტიებისგან და deep state-ებისგან, უბრალოდ პარალელურად თურქი ბიზნესმენებისგან აი მილიონლარიან იმებს იღებდა, ქთამებს. აი ეგეთი კაცია, გენიოსია, სუპერმენ, ბეტმენია, რომ თან ახერხებდა deep state-ის დამარცხებას. ხო, ახლა სუსზე გადის ეგ წესით, ხო? მარტო ბიზნესის ის ხო არ არის, რა ქვია, შარავანდედი, რომელიც იცავს. ხო, წეს სუსს როცა ამბობ, რომ deep state-ისგან ვიცავთ ქვეყანას და ომისგან გადავარჩიეთ, სუსის უფროსზე იყო ლაპარაკი. ოღონდ თან აი ესე იაფფასიანად პარალელურად თურმე მილიონიან ქთამებს იღებდა თურქი ბიზნესმენიდან იმათ ულაგებდა. იქიდან ვერ შემოიპარა deep state-ი. მერე ეს ხალხი საწავი და ის კოლცენტრების საწავი და კაცმა არ იცის.
სრული აბსურდია. სხვა შორის თაზო მინდა რომ აუწყდები. დაგეთანხმოთ, აი გუშინ იყო ლევან ხაბეიშვილის პროცესი და ბევრ ადამიანთან ერთად უყურებდი საინფორმაციოზე, აი ჩვენი სასაუბრო თემის მთავარი კითხვა ეს იყო, რომ რა სიგიჟეში ვცხოვრობთ, რომ პოლიტიკოსი, პარტიის ლიდერი დაჭერილი ყავთ სატელევიზიო ინტერვიუების გამო. მათ შორის ჩემთვის მოცემული ინტერვიუების გამო. ასეთი რამ არის სრულიად წარმოუდგენელი, თუნდაც ყველაფერს თავი რო დავანებოთ და რაც ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში ხდება. მადლობა დიდი, მოკლედ ნახოთ რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს. მე მგონი ეს ეხლა ამ წუთას ნომერ პირველი თემა უნდა იყოს ამ ქვეყანაში. მიეცით ბავშვებს წამალი. ეს უნდა იყოს და არის ნომერ პირველი თემა. მადლობა.